მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 24. როდესაც გარკვეული მასის იდეალური აირი იზოთერმულად 1 ლიტრით შეკუმშესო, მისი წნევა 5 ჯერ გაიზარდა და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ აირის საწყისი მოცულობა. ჩავწეროთ მოცემულობით რა გვაქვს, ესე იგი, გითხრეს რომ ეს ჩვენი იდეალური აირი იზოთერმულად შეკუმშესო. შესაბამისად, პროცესი არის იზოთერმული, რაც ნიშნავს რომ ტემპერატურა არის მუდმივი სტოლი მთლიანი პროცესის განმავლობაში, ხო? და აგრეთვე თუ ჩვენ მაგალითად საწყის მოცულობას ვერც ავიღებთ ვესტოლად პირობითად, მაშინ რადგანაც გითხრეს რომ მეორე მდგომარეობაში 1 ლიტრით შეკუმშესო, მაშინ თავიდან თუ იყო V, გახდებოდა V-1, ხო? რაც შეეხება წნევას, წნევა თუ P1 თავიდან იყო P-სტოლი, 5 ჯერ გაზრდის შემთხვევაში P2 სტოლი გახდებოდა 5S. კი ბატონო და რას ვიკითხებიან? განსაზღვრეთ აირის საწყის მოცულობა. ხო, აირის საწყის მოცულობა V1 გვაქვს, V1 არის, რომელიც V გვაქვს აღნიშნული, ესე იგი ჩვენ V-ს ვიკითხებიან. კარგით, მოდი პირველ რიგში ჩავწეროთ კლაპეირონ-მენდელეევის იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება. PV უდრის νRTS, ხო? ეხლა ამ გამოსახულებაში ტემპერატურაც მუდმივია, გაზების უნივერსალური მუდმივობაც მუდმივია და გითხრეს პირობით რომ გარკვეული მასის იდეალური აირი შეკუმშესო. შესაბამისად, ნივთიერების რაოდენობაც მუდმივი იქნება. თუ სამივე სიდიდე მუდმივი, ამათი ნამრავლიც მუდმივს მოგცემს და გამოგდის რომ აქედან PV ტოლი ყოფილა კონსტანტის, ხო? ეხლა PS და V-ს ნამრავლით მთლიანი პროცესის განმავლობაში მუდმივი არის, ბუნებრივია, საწყის მდგომარეობაში ამათი ნამრავლი P1-ის და V1-ის, მუდმივი დარჩება საბოლოო მდგომარეობაში ნამრავლის P2-ის და V2-ის. და აქედან რა გამოგდის ახლა ის გადაგჩენია აი მოცემულობაში რა სიდიდეებიც აქვს, ეგენი ჩავსვათ. P1 პირობით მოცემულობით არის P-სტოლი, V1 არის V-სტოლი, P2 რამდენია 5 P-სტოლი არის P2 და V2 აგერ V2 უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც V-1-ია, V-1. ეს P-ები შეგვიძლია შევკვეცოთ და აქედან V ტოლი გამოგვივა ფრჩხილებსაც თუ გავხსნით 5V-5, საიდანაც რას მივიღებთ? V-თვის 4V ტოლი გამოგვივა 5-ის, აქედან კი V ტოლი იქნება 5/4-ის. ესე იგი საბოლოოდ რომ დავწეროთ ჩვენ პასუხი V საბოლოო მდგომარეობაში ტოლი ყოფილა 5/4 ლიტრი, რაც არის 1.25 ლიტრი. კი ბატონო, ეს პასუხი რომელი არის 1.25? ეს არის პასუხი A.